როდესმე გიფიქრიათ, რამდენი ვალის აღება გვიწევს იმისთვის, რომ სხვა მარი ფიქროს, რომ თითქოს გვიჭირს და მოდი არ შევრცხვეთ. მოდასკაციან ქორწილებს ვაკეთებთ, გრანდიოზულ დაბადების დღეებს და ვიღებთ ვალებს, რომლებსაც შემდეგ წლობით შეიძლება ვიხსნათ და რის გამო, მხოლოდ ერთი დღის გამო. გიორგი, დღეს მინდა ვისაუბროთ იმ უხილავ ფინანსურ წნეხზე, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ტრადიციებთან და სოციალურ მოვლენებთან, როგორებიცაა ნაცნობები, დაბადების დღეები, ქორწილები და მათ შორის დაკრძალვებიც. ხო, ამ არ შევრცხვეთ ერთგვარი სინდრომის მიღმა იმალება ძალიან ისეთი ეკონომიკური რიცხვები, რომელიც შეიძლება ითქვას საკმაოდ ისეთი საგანგაშოა. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორი იქცევა გარკვეული სოციალური მოვლენები ჩვენი ჯიბის ერთგვარ მტრად. და რაც თავარია, როგორ დავახციოთ თავი ამ წნეხს და როგორ გამოუძვრეთ ამ არ შევრცხვეთ სინდრომს. სანამ უშუალოდ თემებზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწორეთ ჩვენი YouTube არხი და გამოგყვეთ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე, ძალიან საინტერესო ვიდეოებს ვსვდებთ და გვიყურეთ და გვასაპორტეთ. ყველაზე ცხელი თემა დღეს არის ბანკეტები. და უკვე ჩემმა ძმამაც დაამთავრა, ხვალ აქვს ბანკეტი და შენი აზრით ალბათ გამოანგარიშებული გექნება, რა ჯდება ეს ყველაფერი, თუნდაც ჩასაცმელი, იქ მანქანებს ქირავენ ხოლმე, იქ კვება, რესტორანი იქნება, თუ სახლს იქირავენ, თუ რაც იქნება, მოკლედ, ალბათ დაანგარიშებული გაქვს ეს ხარჯები და მოდი გაგვიზიარე. ზოგადად ბანკეტი არის, რა თქმა უნდა, ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ხდება, როცა სკოლას ამთავრებ და ყველას უნდა რომ ძალიან ხარისხიანად და კარგად აღნიშნოს. ცოტა ერთფეროვანი გამოდის ხოლმე, ძალიან კი ცდილობენ რომ ჰოლივუდის ფილმის პრეზენტაციას გავდეს, მაგრამ ну მაინც ერთმანეთს გავს ყველა ბანკეტი, იმიტომ რაღაცა იქ მანქანები, სქირაობა ძვირფასის, კაბები, გოგოებისთვის, შარვალ კოსტუმები, ბიჭებისთვის, ყველას ახალი უნდა რომ ეცვას, იქ ფეერვერკები, წითელი ხალიჩა და ну დრონი უნდა იღებდეს აუცილებლად და რამდენიმე კამერა, ხო? რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ხშირ შემთხვევაში კი არა, როგორც წესი არის დაკავშირებული ძალიან დიდ ფულთან. ეხლა ზუსტად ჩვენ შეიძლება ვერ დავთვალოთ და ალბათ სკოლის დამამთავრებელი კლასის მშობლებმა, ბავშვების მშობლებმა უფრო უკეთ იციან რა უჯდებათ, მაგრამ დაახლოებით რომ გამოვთვალე, თავის ტანსაცმლით, ეს ძვირადღირებული მანქანის ქირაობით, კაბით, ჩაცმით, რესტორნით, იქ მასწავლებლების და კიდევ მშობლების დაპატიჟებით, მასწავლებლებსაც საჩუქარი უნდა გაუკეთონ ხოლმე და ამაში ცალკე დიდი ფული მიდის, ხო? ეს ყველაფერი ერთად სადღაც შეიძლება 2-2500 ლარი დაждდეს ერთი ბავშვი. თან იქ ბოლოზარსაც რაღაც ცალკე აღნიშნავენ და კიდე ცალკე აქვს ეს ბანკეტი, რომელზეც კიდევ გამორჩეულად უნდა იყოს ყველაფერი. თან მე ხო ის საქართველები ვარ და ყველა რაღაცაში ერთმანეთს მე ბაძავს, რომ ამ სკოლის ამ კლასმა ასე გააკეთა, ან პარალელურმა კლასმა ასე გააკეთა, ჩვენ ხوار შევცხვებით და ნაკლებს ხوار გავაკეთებ და ყველა ცდილობს მეც. ფოთაშორის ეხა მოდაში შემოვიდა საზღვარგარეთაც მიდიან ბანკეტის გადასახდელად, ან ქალაქგარეთ გადიან საკმაოდ ძვირადღირებულ სასტუმროებში, რაც კიდევ უფრო ზრდის. აქთან ჩვენ საუბრობთ სეგმენტზე ხა საჯარო სკოლების რა, კერძო სკოლა გავიგე, რომ ძვირსო იქ მშობელი რაღაც ყოველწლიურად შეიძლება გქონდეს თითქმის ყველა მშობელს იმის საშუალება, რომ შვილს თქვა გული არ დაწყვიტოს, მაგრამ საჯარო სკოლებში, სადაც გარდა თქვა საშუალო შესაძლებლობის და ზოგი მდიდრისა, თქვა სწავლობს ასევე ისეთი გაჭირვებული ოჯახის შვილებიც, ხო, რომლებსაც არ აქვს ეს 1500 თუ 2000 თუ და ბევრი რჩება ბანკეტის გარეშე. ხო, წარმოიდგინეთ ახლა როგორია რომ ადამიანი ბავშვი დარჩეს. ჩემი აზრით ჯობია რომ რაღაც ეს ზედმეტი პომპეზურობა ცოტა შევზღუდოთ და ისე გავაკეთოთ რომ არავინ გულდაწყვეტილი არ დარჩეს, ხო? იმიტომ რომ ახლა როგორი ის არის, ხო, წარმოიდგინეთ რომ შენ შვილს ვერ გადაუხადო, მაგრამ ახლა ზოგი ოჯახს მართლა ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა და უწევთ ან სესხის აღება, ზოგი სესხსაც ვერ აიღებს, ან რაღაცა მე შეიძლება დალომბარდება მოუწიოს რაღაცის იმისთვის, რომ აი შვილს გული არ დაწყვიტოს, ან ზოგადად არ შევცხვეთ და რაღაცა გამორჩეულად ეცვას მიშვილს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, ძალიან კარგია, მაგრამ საკმაოდ ხო ძვირი სიამოვნებაა, როგორც დავთვალეთ, ეს სასკოლო ბანკეტები და რახან აქტუალური თემა იყო და ამით დაიწყე მეც შევყევი მოკლედ ამ თემას და ისე კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენ ან თქვენ შვილს რა დაგიჟდოთ წელს სკოლის ბანკეტი, ძალიან საინტერესოა, საშუალო არითმეტიკულს მე გამოვიყვანთ. კი, ეგრე ხდება ხოლმე ნამდვილად ძალიან საბოლოოდ
ძალიან დიდ თანხებს ურტყავს ხოლმე და კი. რჩევიან ბავშვები კლასებში, რომლებიც ვეღარ მიდიან ხოლმე ბანკეტზე. ჩემი აზრითაც ძალიან კარგი იქნება თუ რაღაც ამ პომპეზურებას მოვეშვებით და რაღაც ადეკვატურობის ფარგლებში ჩავშდებით. ხო თან ანუ წარმოგიდგენთ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ხო ბავშვი ანუ მან ანუ ვალებით კი უნდა დაიწყოს სტუდენტობა და ცხოვრება ხო და ამ შობლის ვალი ერთი დღისთვის აღებული საკმაოდ დიდი 2-3000 ლარი ვალი რო აიღოს და სესხი ხო ამიტომ ჯობია ან წინასწარ უნდა დავზოგოთ უკვე გავითვალეთ დამთავრებელი კლასისკენ რომ მიდის ბოლოსკენ უკვე მე-9 მე-10 კლასიდან უნდა დავიწყოს შვილის ბანკეტისთვის ფულის გადადება კი რთულია განსაზღვრა რომ შვილის ბანკეტი დაგიჯდება 2000 ან 2500 ლარი. ახლა დღეს და ახლა 4 ჩემ შვილს უწევს სადღაც 4-5 წლის მერე და მე მგონი უკვე უნდა დავიწყო მოგროვება. კი, უნდა დაიწყო და მე ალბათ უფრო გაძვირებულიც იქნება და ხო, ამიტომ ჯობია რომ ახლა დავიწყო რომ ინფლაციამას არ შემიჭამოს ეს ფული და ანაბარმა თავის პროცენტი დაარიცხოს, რომ ეს სხვაობა მე რაღაცა ძალიან მტკივნეული არ აღმოჩნდეს ფინანსურად. ენჯერადი ხარჯისთვის ძალიან ბევრია კი. ნამდვილად. კარგი, არანაკლები სიტუაცია გვაქვს ქორწილებზეც. ქორწილებზე გადავიდეთ, მოდი ახლა. შენი გამოცდილებით მე ბევრნაირ ქორწილში ვარ ნამყოფი და ვიცი რომ ქორწილი ნამდვილად ძალიან ძვირი სიამოვნებაა. კი. და ნუ ხო რა ვიცი 500 ხარჯი ერთ ოჯახზე მოდის ხო ნუ ერთ გაერთიანებული ოჯახზე ასე ვთქვათ. იქ 500 ადამიანი, აქედან ნახევარის საერთოდ არ ვიცნობთ. იქ რაღაც ცალკე კაბა, ცალკე ალბათ დეკორაცია, 1000 ადამიანი ჩართული, გადაღება, ფოტო, ვიდეო, დრონი, მანქანები ასევე, ნუ ხო, მაგრამ უფრო მასშტაბური. აი მოდი ამ ხარჯებზე რაც კაი ძვირი ჯდება სხვათა შორის. მოდი ამ ხარჯებზე ვილაპარაკოთ ხო, ზოგადად რა თქმა უნდა 500 კაც წარმოუდგენელია რომ ყველა იცოდე, ხო? იქ არის რაღაცა მშობლების ხათრით დაპატიჟებული საერთოდ ცხოვრებაში ნანახი რო არ აკავს ისეთი ადამიანი, იმიტომ რომ შეიძლება შენი მშობლები იმის შვილის ქორწილში არიან ნამყოფი და ამიტომ პატიჟებ და ადამიანები ანუ ფულის დაზოგვით კი არ იწყებენ ცხოვრებას, ეგრევე რაღაცა დიდი სესხით, იმიტომ რომ ეხა მართლა წარმოუდგენელია საშუალოდ ეხა ქორწილის ხარჯი რაც არის, რომ ის ეხა ვიღაცა სახში ედოს ეს ფული, ხო? მაგრამ ნუ ეხა იმანდის მომენტიც არის რომ მე ვიღაცები მაჩუქებენ რაღაც ფულს და ამით იქნება დავფარო ეს ხარჯი. ამიტომ ის ფული რაც 500 კაცის გამასპინძლებაში უნდა გადაგეხადათ, ხო, ალბათ ჯობია რომ ნაკლებ ადამიანს გაუმასპინძლეთ, ან სამოგზაურო წავიდნენ, ან რაღაცა შეიძინონ, ან დაზოგოთ თქვათ რაღაც ეს თანხა თუ აჩუქებენ, მოაგროვონ და უკეთეს რამში დახარჯონ მოკლედ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ისედაც ეხა ძალიან რთულია ეხა ვერავის გემოვნებაში ვერ შევიჭრები მე ეხა 400 კაციანი და 500 კაციანი ქორწილია კარგი თუ 100 კაციანი, მაგრამ პატარა ქორწილები იმ წრეში რომელსაც ყველა ერთმანეთს კარგად იცნობს, უფრო მხიარული და ნაკლებად პომპეზური გამოდის, ხო? ანუ მანდ ბევრი ხარჯია, რა ვიცი, ყვავილებით დაწყებული, იქ რა ყვავილებით უნდა მორთო, მეფე-დედოფლის მაგიდას რო კიდე ცალკე ფასი აქვს და ერთი კაცი რო პირობითად 150-200 ლარი ჯდება გამასპინძლება, ხო? ძალიან გაიზარდა, მით უმეტეს ბოლო წლებში ფაქტობრივად გაორმაგდა ეს ხარჯი, იმიტომ რომ საშუალო კვების ხარჯი და რესტორნის ხარჯი თუ იზრდება, თავისთავად გაიზრდება ქორწილის ხარჯი, იმიტომ რომ რესტორანმაც რო იცი რომ ქორწილია, იქ უკვე სხვა მარჟები და სხვა ფასებია საერთოდ. ამ შემთხვევაშიც ხო მე რაღაც ესეთი რჩევა მექნება რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამოვიდეთ. ეს ხის აღება ალბათ ერთი დღისთვის არ ღირს, მესმის რომ გვინდა რომ გამორჩეული იყოს ეს ერთი დღე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ფინანსურად ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია, როცა ვთქვათ ერთი დღისთვის ვიღებ სესხს და რა ვიცი, ჩაივლის ეს ერთი დღე, იმ კაბას მეორედ აღარ ჩაიცვამ ალბათ და გრჩება სესხი. ხო, გრჩება სესხი და ხო, ეხლა თან ძალიან გაძვირდა ეს ყველაფერი და ვიფასო მაყურებლებო, გარდა იმისა, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი გვერდი 64-ის და გამოყვეს სხვა სოციალურ მედიაში, ასევე დაგვიწერეთ თქვენი ქორწილი როდის იყო და რა დაჯდა კომენტარებში. ძალიან საინტერესოა. ზოგის ადრე იქნება და ზოგის გვიან და აი ფასებსაც შევადარებ დროის განმავლობაში ამ პერიოდში რამდენად გაძვირდა ეს ყველაფერი, ეს ხინის სუფრები მათ შორის. აბსოლუტურად არაგონიურული გადაწყვეტილება მგონია. ალბათ ჯობია თავიდანვე, ხო, როგორც ბანკეტის შემთხვევაში დააგროვო რაღაც პერიოდის განმავლობაში და გქონდეს დანაზოგზე
სპეციალურად ხო რაღაც ანაბარზე ქორწილისთვის საქორწილო ანაბარი. საბავშვო ხო არის ხა საქორწილო ანაბარი. ბანკები მოიფიქრეთ აბა ამ პროდუქტზე. საქორწილო ანაბარი. ანუ სუფრები ვახსენეთ და შეუძლებელი არის არ შევეხოთ აი ფულით სავსე კონვერტებს და მე ამ ფულით სავსე კონვერტებს რომ ამბობ გვახსენდება რომ სიები იწერება, სადაც გვერდით გვარები უწერია და ამ გვარებს გვერდით თანხები უწერია ვინ რამდენი მოიტანა. და მე სუის ხდება ხოლმე რომ ეს სია ინახება სადღაც აუცილებლად და როცა რაღაცა ხინია თუ ჭირია ყოველთვის გადმოვიღებთ ხოლმე ამ სიებს და ვნახულობთ ვინ რამდენი როგორანაირად დადო რომ მე ჩვენც იგივე პატივი უცეთ ამ ადამიანს მინიმუმ ხო იგივე მინიმუმ იგივე ინფლაციას გასათვალისწინებელია მან ხო ეგ არის რა ეს ერთგვარი რაღაც სოციალური სესხი გამოდის რა რომ სხვათა შორის საკმაოდ სტრესულიც არის რა შეიძლება რაღაცა ან დაბადების დღეზე ან რაღაც ქორწილში ან ხშირად ან მით უმეტეს თქვა ჭირი თუ და გარდაიცვლება ვინმე იქ ხშირად მოგიწიოს და ანუ წინასწარ თუ არა გაქვს ეს ხარჯები განსაზღვრული ხო და ერთ-ერთი რჩევა ამ შემთხვევაში არის რომ ჩვენს რაღაც ხარჯებში ანუ გაუთვალისწინებელი თანხა ყოველთვის უნდა გქონდეს ასეთი სოციალური სესხებისთვის ასე ვთქვა და სოციალური მოვლენებისთვის რომ ვიღაცას რაღაცა უნდა ვაჩუქოთ ან საჩუქარი უყიდოთ სიტყვაზე ან დავდოთ ფული ხინის თუ ჭირის სუფრაზე ასე ვთქვათ. ამიტომ ესეც ერთგვარი ის არის რა ქვია, მაგრამ იცით რა, მე მგონია რომ არასთქმას თუ ვერ ვახერხებთ, არა გვაქვს შესაძლებლობა ხო პირიქით, ვთქვათ წასვლის რა. პირდაპირ ჯობია რომ ვთქვათ რომ ვერ ვახერხებთ ან არა ვთქვათ და არ მივიდეთ, ვიდრე რაღაცა თავი ასეთ სტრესში ჩავიგდოთ და რაღაცა ხვის დასანახად და რაღაცა ვალის მოსახდელად მივიდეთ, მაგრამ ესეც რაღაცა ჩვენი რაღაც კულტურის ერთგვარი ნაწილი გახდა. მარტო ჩვენთანაც არ არის ასე ალბათ ჩვენთან ყველაზე აქტუალურია ეს თემა, მაგრამ ფინანსურ ამბავში ამას ყველაფერს რა თქმა უნდა წინასწარ დაგეგმვა ჭირდება. ესე არ არის, რომ უცებ ხარჯი გაქვს და შენ არ ახარ ამისთვის მზად. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ გაუთვალისწინებელი ასეთი მოვლენებისთვის და სოციალური ხარჯებისთვის გარკვეული თანხა უნდა გქონდეს ყოველთვის გადადებული. ფულის დადებას რო ვახსენებთ ხოლმე ყოველთვის რაღაც გონებაში არის რაღაც ჭირის სუფრების ჟამს შეგროვებული თანხები. და ასევე დაკრძალვებიც არანაკლებ ხარჯიანი არის ხოლმე, როგორც ვიცით. ანუ არის რაღაც ხარჯი გარდაუვალი ხო, რასაც რაღაცა იქ ჩასასვენებელი ჭირდება, სასაფლაო ჭირდება ასე შემდეგ ბევრი ფაქტორია ხო, რომელსაც ვერ ავწდები თქო ამ ხარჯებს ხო? მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე გაუმართლებელი ხარჯი და ზოგადად მორალურადაც ეს მოვლენა ძალიან არ მომწონს. მე ეს ქელეხი რაც არის ხო? მით უმეტეს საშუალოდ 100-200 კაციანი ქელეხი რო დაგეგმო, ეს სადღაც 5-10000 ლარზე ადის ხო? და ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ვთქვათ ოჯახის ნათესავების, მეგობრების თუ მეზობლების ფინანსური დახმარება ამ შემთხვევაში შეიძლება ერთგვარი შეღავათიც კი იყოს და დაზღვევის მექანიზმი რომ ამ ხარჯებს გავწვდეთ. ამიტომ ჩემი აზრით საერთოდ ეს ქელეხის ტრადიცია მართლაც გადასახედია. ჩემი პირადი აზრით ძალიან ისეთი უკვე მოჭამა თავისი დრო. ადრე მესმის რომ ადრე იყო რა შორიდან სტუმარი ჩამოვიდა და აჭამო და რაღაც ეს ტრადიციის ნაწილად იქცა. ეხლა შეიძლება გაგვაკრიტიკონ კიდევ ან გამაკრიტიკონ მე ამის გულისთვის, მაგრამ მე საჯაროდ მინდა ვთქვა რომ ამაში ფულის დახარჯვა არის რა ვიცი ერთ-ერთი ყველაზე არასწორი ფინანსური ხარჯი, რაც შეიძლება გაწიო, იმიტომ რომ გარდაცვლის ამით არაფერი მოემატება, ჯობია რომ ეს თანხა რაც გაცილებით ნაკლები თანხა შეიძლება დაგჭირდეს იმისთვის, რომ რაც გაჭირებულ ადამიანებს დავეხმაროთ ამით, ვიდრე დავხარჯოთ. იმიტომ ისედაც საკმაოდ ხარჯიანია ხო ადამიანის გარდაცვალება, გარდაცვალების ცნობა ერთი უფასო, დანარჩენი ყველაფერი ფასიანია, ხო? სასახლე, სასაფლაო, კატაფალკა ეს მანქანა გინდა, თან მანდაც გრადაციებია, ხო, სასახლე შეიძლება 250 ლარიდან და 300 ლარიდან დაიწყოს და 2500-3000 ლარამდე არის იტალიური მუხის და ასე შემდეგ. რაღაც მანქანა არის, ზოგი ზედმეტად მაიბახები, ეს და იმის კატაფალკას რო ეძახიან, ხო? ეს მანქანებია და არ ვიცი ხა აი ამ ეს უკვე ყველა შესაძლებლობიდან გამომდინარე, ხო? ეხლა სასაფლაო ზოგი მარმარილოთი აკეთებს და ზოგი ვერ, საერთოდ, ხო? და თუ არ აქვს შესაძლებლობა შეიძლება ძალიან ისა რა ქვია ძალიან გაუჭირდეს და უბრალოდაც მოუწიოს, მაგრამ ამიტომ ეხლა კიდე ამაზე ზემოდან დამატებით ეს რაღაცა ქელეხის
ხარჯი რო ვიცა პატივი უნდა ვცეთ და ასე უყვარდა და ასე შემდეგ ჩემი აზრით არის არასწორი და გაუმართლებელი ხარჯი რაოდენაც არ უნდა იყოს ეს ჩვენს ტრადიციაში. ამ ხრივ მე ვფიქრობ რომ რაღაცა აი იგივე რელიგიური ინსტიტუტებს მაგათად ეკლესიასაც შეუძლია თავისი როლი შეასრულოს და იმ მოცემულობაში რომ არავინ არ იცის არასდროს როდის შეიძლება ეს დღე დადგეს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონდეს აუცილებლად ეგრეთ წოდებული შავი დღისთვის რაღაც დანაზოგი ანაბარი ყოველთვის კონდეს რომელშიც შედის რაღაცა ჩვენი სამიჩის ხარჯები პირობითად და გვედოს სადღაც ანგარიშზე ან ანაბარზე მათ ამ პროცენტის ერიცხებოდეს რომ ინფლაციამ არ შეგვიჭამოს ეს ფული და ფულის სახში დადება მის გაუფასურებას ნიშნავს შეიძლება ითქვას ამიტომ ჩემი ძირითადი რეკომენდაცია არის ყოველთვის, როდესაც რო შევაჯამოთ, ხო, ეს სოციალურ ხარჯებს, როდესაც ეხება, ყოველთვის კონდეს რაღაცა დანაზოგი. იმიტომ რომ ჭირის და ხინის ძმები არიანო გარდაუვალია, ხო, აუცილებლად რაღაცა მოხდება. სასურველია რომ კარგი ხდებოდეს, მაგრამ ამისთვის ყოველთვის ჯობია ჩვენ რო კონდეს დანაზოგი, ან ანაბარი, ან სხვა ტიპის დანაზოგი, რაზეც ჩვენ სხვა გადაცემებში ვისაუბრეთ და შეგიძლიათ თან გამოგვიწეროთ და თან ნახოთ ეს ჩვენი გადაცემები რომლების სწორედ ამ ინვესტირებას თუ თქო თანაბრებს ეხება. კი ბატონო, მე მგონი ნელ-ნელა დასასრულს მივუახლოვდით და მოდი შევაჯამოთ დღევანდელი ეპიზოდი და თუ რამე გვაქვს დასამატებელი დავამატოთ. ხო, ის რომ ჩვენთან ზედმეტად შეიძლება ხშირად პომპეზურად აღნიშნავთ ასე ვთქვათ ყველა მოვლენას ხშირად უფრო პომპეზურად ვიდრე ქვეყნის საშუალო ისა რა ქვია შემოსავალი იძლევა საშუალო ხელფასი რო ავიღოთ და მედიანური ხელფასი იმაზე გასცილებით მე ვხარჯავთ აი ამ სოციალურ მოვლენებზე აქ არ გვისაუბრე რაღაც ნათლობა დაბადების დღე მილიონი მოვლენად კიდე 40-ები და წლისთავებია ხო და ყველგან აუცილებლად რაღაც ბევრი ხალხი უნდა ვაჭამოთ დავალევინოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ტყუილა რო საჭმელს უკვეთავთ კიდე ეგ ცალკე ამბავია, მაგაზე ცალკე შეგვიძლია ერთი გადაცემა გავაკეთოთ. ამიტომ უფრო ისე გავაკეთოთ, როგორც ეს ჩვენს ჯიბეს და შემოსავალს შეესაბამება და აუცილებლად უნდა გქონდეს რაღაცა თანხა გადადებული თეთრი და შავი დღეები. გიორგი, თითქმის კი დავასრულეთ ეპიზოდი, მაგრამ აი ამ ორ სიტყვას რომ აი არ შევრცხვეთ. მაინც თითქოს არ უპასუხა ამ ყველაფერს, მაინც ძევს სადღაც ეს ჩვენში, რომ გვინდა რომ გავაკეთოთ დიდი რაღაცა, იმიტომ რომ ვიღაცები იტყვიან, რომ შეიძლება ხო, ამას ალბათ ხო, შევრცხვით სადღაც. ფინანსურთან ერთად რა თქმა უნდა, გარკვეული მენტალური ცვლილება სჭირდება, თაობების ცვლილება, ალბათ რაღაცებს ისე არ ვაკეთებთ, როგორც ადრე, პირობითად უფრო მეტად შეიძლება აკეთებდნენ, მაგრამ ხო, ამას მხოლოდ ერთი გადაცემის ფორმატში ვერ გავწუდებით ამ თემას, იმიტომ რომ ამას თავისი უკვე მენტალური, ფსიქოლოგიური სხვა ტიპის ახსნა სჭირდება და ვიფიქროთ აბა ამაზე, როგორ უნდა დავძლიოთ ეს სტერეოტიპები და ეს ორი სიტყვა არ შევცხვეთ, როგორ ამოვიღოთ ხო და რა არ შევცხვეთ რა, რატო რცხვები ხო რა, 100-კაციანი ქორწი რო გადაიხადო და 300-იანი არა, ხო, ნუ ვიღაცა შეიძლება გული დაწყდეს რომ არ დავყადიშეთ, ეგეც არის. ტრადიციები შეგვიძლია დავიტოვოთ, მაგრამ ტრადიციების დასვისი რამდენი არ ვარ ჩვენ. ხო, ადეკვატურად ჩვენი ჯიბის შესაფერისად, როგორ შეგვიძლია, რამდენად შეგვიძლია, ისე შეგვიძლია რომ დავტოვოთ ეს ტრადიციები. დავშვიდობოთ მაყურებელს და უთხრათ რომ გამოგვიწერონ კიდევ ერთხელ დაგვიკომენტარეთ, რა ვიცი, საინტერესო თემა იყო მე მგონი და შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოხატოთ, ასევე გამოყვეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში პროექტ 64-ის და გახსოვდეთ რომ ჩვენი არდამჭერია TBS. მოვალ შეხვედრით.